ახლა ჩვენ სტუმრად მივდივართ ადამიანთან, რომელმაც ადრეული ასაკიდანვე თავისი შრომის უნარიანობით და ბრძოლის უნარიანობით შეძლო თავისი ცხოვრება ექცია საინტერესოდ. მას მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო, ასევე რამდენიმე ქვეყანაში ცხოვრების და მუშაობის გამოცდილება აქვს. ორი წიგნის თანაავტორი არის, რომელიც საზღვარგარეთ ნიუ-იორკსა და ლონდონში არის გამოცემული. იმპოსტერის სინდრომი და მასთან გამკლავების გზები, მოკლედ ძალიან საინტერესო ამბებს გპირდებით და ჩამოჯექით. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ჩამოჯექით ჩვენთან ერთად. დღეს ჩვენ სტუმრად ვართ გრიგორ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთან და მოწვეულ ლექტორთან ანა აბესაძესთან, რომელიც გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას, როგორ დაძლია გარკვეული გამოწვევები, როგორ მოვიდა დღევანდელ მომენტამდე, ამ რეალობამდე, რა გზა გაიარა, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება და ვფიქრობ, რომ გარკვეული ადამიანებისთვის რაღაც იმედის მიმცემი იქნება ანას გამოცდილება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. მადლობა პირველ რიგში, რომ დამთანხმდი ანა. მადლობა გვანცა. მე ტრადიციულად ესე ვიწყებ ხოლმე ანა, რომ ჩემს მომავალ სპონსორებს მივმართა, რომ ძალიან გვჭირდება ჩვენ დახმარება იმისთვის, რომ უფრო კარგი სიუჟეტები შემოგთავაზოთ და ასევე თქვენი სახელით უფრო ფართო მასშტაბებში გავიტანოთ და ხელდამშენებულიც მოვიდეთ ჩვენ სტუმრებთან. ასე რომ ჩვენ ძალიან ყველაფრისთვის. მოდი ყველაფერი დავიწყოთ თავიდან. ჩვენი ისტორია დავიწყოთ თავიდან, ქალაქ ტრებულიდან და გადავხედოთ, გადავალოთ თვალი. მე პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ გიცნობ ჯერ კიდევ ბავშვობიდან ტრიბუნიდან, ორივე ტრიბუნიდან ვივართ და ძალიან კარგად ვიცნობ, ესე თქვა, ჩვენს მიღწევებს, მაგრამ მოდი ეს გავაცნოთ საზოგადოებასაც. პირველ რიგში მითხარი, შენთვის რას ნიშნავს ტრიბუნი? ტრიბული ეს არის ადგილი ჩემთვის, სადაც ალბათ ვისურვებ სიბერის გატარებას. ტრიბულთან მაკავშირებს ძალიან ბევრი და ძალიან ბედნიერი მოგონებები. ყოველთვის სახაც როცა ჩავდივარ ხოლმე, ყველა რაღაც ადგილი თითქოს რაღაც მოგონებას იტევს და ამიტომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი არის. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 7 სხვადასხვა ქალაქში მაქვს ნაცხოვრები. კი ისეთი მიგრძნებულობა, როგორც ტრიბულთან მაქვს, ისეთი მშობლიურობის განცდა, რა თქმა უნდა, არც ერთ ქალაქში ან მიგრძნია არც მათ შორის არც თბილისში. და როცა რაღაც დიდი პაუზის შემდეგ მიწოდა ხოლმე დაბრუნება, ყოველთვის მიწისკევით შევდიოდა ხოლმე. ძალიან მიყვარს ტრიბული და საფრთხე არ გავა, რომ რაღაც კარგი რაღაც დრო არ გავატარო იქ. ძალიან მიყვარს ტრიბულელები და ჩემთვის ყოველთვის დადებითი ემოციებთან არის დაკავშირებული ეს ქალაქი და ყოველთვის როცა შესაძლებლობა მაქვს აუცილებლად ამის გაჟღერებას აუცილებლად ვაჟღერებ ხოლმე და ძალიან მიხარია ხოლმე, როცა ტრიბულელებთან მიკვეთები თანამშრომლობის კუთხით და ასე შემდეგ. ანა, შენი აქტიური ცხოვრება, პროექტებში ჩართულობა იწყება ჯერ კიდევ ბავშვობის პერიოდიდან და რო გითხრა, რა პროექტებში იყავ უკვე ადრეული ასაკიდანვე ჩართული და ვის მხრიდან იყო მხარდაჭერილი მაგალითად ესე თუ ის პროექტი, მისი განხორციელება ტრიბულში და შენი ინსპირაციის წყარო რა იყო ზოგადად როდესაც ამ პროექტებს ახორციელებდი? ბავშვობაში ალბათ ყველაზე აქტიური ფაზა დაიწყო იმის შემდეგ, რაც ეწოდებული ტრიბულის განვითარების ფონდი ახალგელი. მანამდე ჰქონდა ჩეხური ორგანიზაცია პინი, ადამიანის გაჭირვებაში, რომელიც პროექტებს ახორციელებდა ტრიბულში. ერთ დღეს მახსოვს ბარტეკ თომანიკი იყო ამ დროს უფროსი, დამიბარეს, იმიტომ რომ ჩემს სკოლაში უკვე ორი კლუბის პრეზიდენტი ვიყავი, ეკოლოგიური კლუბის, გლოუ კლუბის, რომელიც მშვიდობის კორპუსის ბანაკები იყო და გულისხმობდა დაბრუნების შემდეგ, რა თქმა უნდა, ამის სრული შემთხვევაში შეგვეცოდა დაგვეფუძნებინა ეს კლუბები და გაგვეწევრიანებინა ჩვენი მოსწავლეები. და დამიბარა ბარტეკმა და მითხრა მახსოვს
თუ რაიმე იდეა გაქვს ქალაქში განსახორციელებელი, მაქსიმალურად დაგიდგებით ხარშიო და მახსოვს ის ღამე არ მეძინო, ვფიქრობ რა შეიძლება გამეკითხებინა, იმიტომ რომ ტყიბულში იმ პერიოდში, ახლანდელი ტყიბულსგან განსხვავებით, ძალიან ნაკლები შესაძლებლობა იყო ასევე იცი. და ამიტომ გადავწყვიტე, რაც ძალიან ბევრი ვფიქრე და გადავწყვიტე, რომ რაღაც გამეფუძნებინა, გამოცდილება გახდე პროფესიონალი. ეს იყო კლუბი საქალაქო, რომელიც გულისხმობდა პროფესიის ადამიანების მოწვევას და მოსწავლეების აქონდა გაერთიანებას, სტუმრები გვიზიარებდნენ არა მარტო დადებით მხარეებს, პროფესიების, არამედ აი რა ზოგადად რა გამოწვევები ახდა ამ ყველაფერს. ვფიქრობდი ამის საჭიროება იყო, ალბათ ახლაც არის საჭიროება, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იმიტომ ეჭვს პროფესიას, რომ ან მშობლებს უნდათ ასე, კიბოთ არ ვირაცნობიერებენ სრულად დადებით და უარყოფით მხარეებს, რაც ამ პროფესიას მოსწონს. პროფორიენტაციაში ეხმარებოდით ასე ვთქვათ, წებულის და შემდეგ უკვე იყო მეორე შემოთავაზება, პრაქტიკულად მართლმორჩეულობრივად საუბრობ ინგლისურად, ინგლისურის კურსების ხელმძღვანელიც ვარ გახდებიო და რა თქმა უნდა ყოველ შესაძლებლობაზე ვცდილობდი რაღაც გამომეყენებდი ან რაღაც პერიოდი ვიყავი მოხალისე მასწავლებელი, შემდეგ უკვე შტატში წამოყვანეს. სად ეს იყო უკვე გარდაქმნილი ტყიბულის განვითარების ფონდი. კი ბატონო, მოდიოდნენ ასწავლდი ინგლისური და ჩვენი თანახმადებელი მარიც კუბლაშვილიც. მარიც დადიოდა. კი ბატონო, ჩვენთან დადიოდა ძალიან ბევრის მომცემი იყო ალბათ მათთან ურთიერთობა, რადგან ამ პარტექში მის თანამშრომლებში ვხედავდი, რომ მართლა გულწრფელად უნდათ, რომ შეეცვალა ტყიბულში რაღაც. და ალბათ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან ბევრი მოსწავლის ცხოვრებაში სინათლე შეიტანეს. ჩვენ ხავ ვსაუბრობთ რამდენი წლის წინამდე ამბავი ხო? აი ძალიან იშვიათად იყო, ალბათ მშვიდობის კორუფციის ამდენი ბანაკი და ჩვენ ვსაუბრობთ ხავ სადღაც 2007-8 წელს. რა პერიოდი. კი. და ანუ ალბათ ეს იყო გარდამტეხი და ჩემი ინსპირაცია ალბათ ისიც იყო, რომ როცა მშვიდობის კორუფციის ბანაკებში მოდიოდი, რაღაც გრძნობა მქონდა, რომ რადგან მე ამით შესაძლოა სასასწრად უნდა დაუბრუნებულიყავი და ეს გამოცდილება გამეზიარებინა. ხო. და ალბათ ის იყო, რომ კლუბების დაფუძნება და ასე შემდეგ იმის მიზნით, რომ იმ სხვა ბავშვებსაც მიიღოთ ბენეფიტი, მოდი რომ რადგან მე გამიმართლა და ამირჩიეს, ეს ასე ვთქვათ, მეგაწოდებული იმპექტი და გავლენა უნდა განახორციელებინა ჩემს კომუნაზე, ადგილობრივ კომუნაზე. ამიტომ ალბათ განსაკუთრებით შეხურმა ორგანიზაციამ დიდი გავლენა მოახდინა, ასევე პირველი მივლენება მქონდა სომხეთში, პოტენციალს ასაკში. მინდა აღვიჩვენო ალბათ მაყობ, რომ მახსოვს რომ ამერიკის წასვლა არ გამიხარდა ისე როგორც სომხეთში, იმიტომ რომ ძალიან რაღაც სხვა ქვეყანაში ვიყავით, უცხოელი ვიყავით და ეს იყო რაღაც საოცარი განსაკუთრებით ბავშვისთვის, რომელიც გამოცდილი იყო და მივლენება რაც მიხონდა 14 წლის ბავშვისთვის მივლენება. ეს იყო People in Need-ის სომხურ ორგანიზაციაში ჩავედით და ჩვენი ეს პროექტების რაღაც საერთო პროექტების ხედავდი გავუზიარეთ. შესაძლებელი კონცერტი გამოცდილების გაზიარების კუთხით იყო ოფიციალური მივლენება. შვენიერი. ანა, იცი რა მითხარი, აი თინეიჯერ ანასთან დავბრუნდეთ ახლა ჩვენ. და აი თინეიჯერი ანას ოცნებები, მიზნები რა იყო და აი როგორ უსმენდი შენს მიზნებს, საერთოდ წარმოიდგენდი თუ არა, რომ აქ მოხდებოდი, ახლა სადაც ხარ მაშინ. მახსოვს, აი რაღაც პატარ-პატარ ოცნებები ნუ ყველას გვაქვს, მაგრამ ყველაზე დიდი ოცნება ჩემი იყო ამერიკაში სწავლა. ჩემს გარშემო ყველას უნდა დადი ბრიტანეთში, ლონდონის ნახვა. და მახსოვს რაღაც აი ამერიკა იყო რაღაც ისეთი მიუწვდომელი ჩემთვის და ძალიან საიდან მოვიდა ეს ამერიკის ისაა. როცა ვფიქრობ დამკითხვას ჩემ თავს უსვამ, ალბათ მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა იმ ბანაკებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს. თუმცა ასევე იმ დროს გადიოდა თუ გახსოვს ალბათ სასოწარკვეთილი დიასახლება. ეს რა სეზონი ალბათ სამენაზე მაქვს რაჯერ ნაყურები. ყველას მეუღება ეს პერსონაჟები და ვცდილობდი რომ იქიდან გამიგო ჩავწმოდი ჩვენ დღეს ინტერნეტი ტელეფონები არ იყო შესაბამისად ეს ვერ დაგუგლავდი თქვა რაღაც ინფორმაციას ამერიკის შესახებ. ამიტომ ჩემთვის იყო ეს შესაძლებლობა რომ
აფრიკული კულტურის შესახებ ბევრი გამიგო. ამასობაში შემიყვარდა პერსონაჟებიც და ძალიან არ ვიცი, ახაც როცა რაღაც დეპრესიული მომენტები მომაწვევა ხოლმე, ახაც სასწაულს დასწრებს უყურებ, ამიტომ ჩემთვის ეს იყო რაღაც და სხვადასხვა ება ლონგორია, რომელიც ჩემს საყვარელი მსახიობი იყო. იმ უნივერსიტეტში ის უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც მე მუშაობდი ამერიკაში. კაი და დამთავრებული. და ხო ის დამთავრდა და კარგი და აი ამ ხელა პასუხისმგებლობა რო გექნებოდა, აი საერთაშორისო მასშტაბით ასეთი ტიპის აღიარებები გექნებოდა. ამას საერთოდ წარმოიდგენდი. აი იმ შენს უცნებებში წარმოიდგენდი, რომ აი ანა გაიზრდებოდა და ერთხელაც აი ამ ხელა პასუხისმგებლობები იქნებოდა მისთან და მისი სახელი საერთაშორისო მასშტაბით იქნებოდა გაჟღერებული. რამე კონკრეტულ ან პოზიციაზე ან რაღაც დონეზე ან არასოდეს მიოცნებია, უბრალოდ მინდოდა რომ ისე როგორც ჩემზე მოახდინეს იმ პროექტებმა, რაღაც პროგრამებმა გავლენა, რაღაც იმ პროგრამების ნაწილი მეც ყოფილიყავი. მაშინ ეს magic word იყო, კოორდინატორი, რაც მინდოდა რომ გამოდარიყო, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ყველა კოორდინატორი ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა. და რამე კონკრეტული კონკრეტულზე არ მიფიქრე, უბრალოდ მინდოდა რომ ეს ცვლილების ნაწილი ყოფილიყავი. რაღაც ბავშვობიდან მქონდა იხაც რომ გადავხედავ ჩემს ასე ვთქვათ, ბავშვობას, სულ მინდოდა რაღაც გაზიარება, რაღაც წამოწყება ახლის და ვფიქრობ, რომ ამის ასე ვთქვათ, წყურვილი ბავშვობიდანვე იყო. ამიტომ აი კონკრეტულად არც მიოცნებია, უბრალოდ ეს მოყვა იმ სურვილს და იმ საქმიანობას, რასაც ვაკეთებ. ხო. ანა, ეხლა რომ გადახედო, შენ აი დღევანდელი გადასახედიდან, იქამდე რა მომენტშიდაც ეხლა ჩვენ ვართ, შენ გაიარე ძალიან შრომდი ძალიან ბევრს და მოხვედი რაღაც ამ წერტილამდე. რამე არის ესეთი ნაბიჯი, გადაწყვეტილება, რასაც ან შეცვლიდი, რასაც აი სხვანა ან იმას არ დაუცნობდი დიდ დროს მაგალითად და რაღაცა სხვანაირად გადაანა. ხო, უკან რო ვიხედავით უფრო ხო ვაკეთებთ ამას. აი შენ შემთხვევაში ან თუნდაც ამის. ამ განმოსახედიდან ალბათ უფრო სელექციურად ვიშრომობდი. რაღაცებზე რაც ფიქრობდი რომ ანუ არ გამომადგებოდა ან ვიღაცის ცხოვრებას არ შეცვლიდა, იმას არ დაუთმობდი. ან უფრო მეტ რაღაცებზე ვიტყოდი უარს. ასევე ჯანმრთელობის ხარჯზე არ გავაკეთებდი რაღაცებს. იმიტომ ძალიან დავაფასე განსაკუთრებით ახლა ჯანმრთელობა. და ანუ არ ვფიქრობ რომ რაღაცას ნანობ, უბრალოდ ვფიქრობ ხოლმე აი რაისის უნივერსიტეტზე, როდესაც მიმიღეს მაგისტრატურაზე. არ მგონია რომ ნანობდე, უბრალოდ ვფიქრობ რა იქნებოდა. რომ ასე მომხდარიყო, როცა ესტონეთის უნივერსიტეტმა მოიცა სრული დაფინანსება ერასმუსის პროექტით. და სტიპენდიაც ჰქონდა პარალელურად მიმიღეს რაისის უნივერსიტეტში, რომელიც წამყვანი უნივერსიტეტი არის ამერიკაში. და მოხდი იმ 20 ადამიანში საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან და ნუ აქედან რაღაც კვოტა რაც ამერიკელებს ჰქონდათ, სენატორების შვილები იყვნენ და ძალიან მოკლედ დიდი მიღწევა იყო, ასე ვთქვათ, იქ მოხდა რა. ვფიქრობ ახლა ამ გადმოსახედიდან იქ რო გამიგზავნილი სწავლა ვთქვათ ცეცხლი ამეღო, სრულად არ ფინანსდებოდა კერძო უნივერსიტეტი იყო. და პროგრამის ფარგლებში პროგრამის შემდეგ კურსდამთავრებულებს უშევდნენ თეთრ სახლში სტაჟირებაზე. და შემდეგ ტოვებდნენ, ნუ თქონდა წარმატებული სტაჟირების შემდეგ. დარწმუნებული ვარ თუ იქ მოხდებოდი ეს საოცრად გამოვიდოდა და უბრალოდ ვფიქრობ აი რა იქნებოდა ეს რა ჩემი ცხოვრება როგორ იქნებოდა ეს ნაბიჯი რო გადამედგება ეს ნაჩი არ წასულიყავი. სხვა კუთხით რა იმის სინანული რომ მქონდეს კონკრეტულად ანუ ალბათ იმ რაღაც გამოცდილებებმა ეს ანა შექმნა და ალბათ მადლობელი ვარ თითოეული გამოცდილების. ხო, ჩვენ ახალგაზრდებით გვიყურებენ და აი მათთვისაც მინდა ეს ჩვენი ყველა ჩემს რესპონდენტთან როდესაც მაქვს მე ინტერვიუ მინდა რომ რაღაცა ისეთი წაიღონ ამ ახალგაზრდებმა რომ გამოადგეთ შემდგომ თავიანთ ცხოვრებაში. შენ როგორც აღმოჩნდა სელექციურად ვიშრომებდი, რას მიაქციონ ყურადღება, რა არჩევა მიცეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ ამ ახლა შედიან ბრძოლაში მოკლედ. რა თქმა უნდა.
ალბათ მთავარი ალბათ არის რომ მკაფიო მიზანი გქონდეთ. მკაფიო ხედვა როცა გაქვთ, შემდეგ უკვე სელექციურად მუშაობ ავტომატურად. ის მიზანი იცი რომ რაღაც ფაც მივდივარ ვაკეში, ხარჭავაძეზე, იცი როგორ ჩავხდები 388-ში და ჩავხდები რაღაც 327-ში. იმიტომ რომ ზუსტად იცი მისასვლელი გზა. ამიტომ როცა მკაფიო მიზანია, ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ იმ მიზნებისთვის ძალიან კონკრეტულად უნდა გადადგან ნაბიჯები და იშრომონ დისციპლინაზე მინდა აუცილებლად გავუსვა ხაზი, ძალიან მნიშვნელოვანი არის мотиваცია ყოველთვის არ ექნებათ და იმ რაღაც მიღწევების უკან არის ის ძალიან მოსაწყენი რუტინა ხშირად, მაგრამ ეს რუტინა აუცილებელია მიზნის საბოლოო მიზნამდე. და ერთი რაღაც რაც ჩემი დაკვირვების შედეგი არის რაც ჰარვარდის უნივერსიტეტი ჰარვარდის ბიზნეს სკოლამაც დაადასტურა. ეს არის გრითი ეგრეთ წოდებული, რაც ადამიანებს ეხმარება წარმატების მიღწევაში. აი რატომ არის ყოველთვის ვფიქრობდი ხოლმე რომ დაამთავრებს სკოლას ვიღაცა უნივერსიტეტში და დიპლომზე და შემდეგ ისე წარმატებული ვერ არის როგორც თქვა სხვა ვინც შეიძლება საერთოდ არ ქონდა ეს ბექგრაუნდი. და ჩემი გადმოსახედიდანაც და რაც აი კვლევებით ასაც აჩვენებს და სრულად ვეთანხმები არის ეგრეთ წოდებული გრით, რომელიც არის ენთუზიაზმის და აი მიწოლობის ხაზავი. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რასაც გადავხედავ, იმიტომ რომ შეიძლება არ იყო აკადემიურად და არც ყველა არც იქნება და ვერც აკადემიურად ძლიერი, შეიძლება მის ინტერესის სფერო არ არის, შეიძლება სპორტით იყოს ვიღაც და აუცილებლად ხაზი არის რაღაცა ყველა იყოს. იბატონა და ჩვენ დროს თუ გახსოვთ, აი უფრო ის რაღაც მასწავლებელს და ბევრ სახალხო ყველაზე არ მაქვს საუბარი, როგორ ანუ წარმოგიდგენთ თუ აკადემიურად ძლიერი იყავი, წარმატებული ვერ იქნებოდი. თუმცა ეს არ არის და ვფიქრობ ეს როცა ენთუზიაზმი და გამძლეობის ნაზავი გაქვს და მიზანი როცა გახდე ხედვა აუცილებლად მიაღწევ მიზანს. და ამის უკანაც უნდა ბევრი შრომა უნდა იყოს და დღევანდელი ტენდენცია რომ ვიცი რომ ბევრი ამბობს რომ ბალანსი ოჯახსა და სამსახურს შორის რაღაც პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის ჩემი გადმოსახედიდან შეიძლება ისე ჟღერდეს, მაგრამ თუ გინდა საშუალოზე მაღალი იყოს, საშუალოზე ბევრი უნდა იმუშაო. ამიტომ ამ ბალანსის დასვა ვერ ხდება. ამიტომ არის ხოლმე შემთხვევები, როცა ოჯახს უფრო რაღაც ორ დღეს უთმობ სრულად ოჯახს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სრულად უთმობ დროს სამსახურს, იმიტომ რომ იმის მიხედვით რა როგორ მოითხოვს. და მართალია ბალანსის დასვა განსაკუთრებით ჯანმრთელობის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ სამწუხაროდ თუ საშუალოზე მეტი გვინდა ვიყოს, საშუალოზე მეტი უნდა ვიშრობ. ნამდვილად სწორი სიტყვები არის. ანუ ტყიბუნი თან ამოწუროთ, ნუ ეს ქალაქი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. თან ამოწუროთ და თან ამერიკასაც გადავიდეთ. შენი პირველი, ასე ვთქვათ, წონიანი შეიძლება მე რაღაცა არ ვიცი კიდე რაღაც დეტალები, მაგრამ მაინც მგონია რომ იყო ამერიკაში შენი წასვლა და ერთწლიანი იქ სწავლება ფლექსის პროგრამად. შენ იყავი ფლექსის პროგრამის გამარჯვებული, თან ჩვენს ქალაქში პირველი იყავი, რომელიც წახვედი ამ პროგრამით, ხო სწორად ვიცი? და იცი რა მითხარი, როდესაც შენ გაიგე რომ იყავი ფლექსის გამარჯვებული და ის შენი ოცნება რა ქონდა ამერიკაში რომ გინდოდა წასულიყავი. აი რომ მიხვდი რომ ერთმა გოგომ პატარა ქალაქში მცხოვრებმა, რომელიც ძალიან ბევრ შრომობდა ამ ყველაფრისთვის, რაღაცა მისი ერთ-ერთი ოცნება დავარქვათ თუ სურვილი სრულდება და მიდის ამერიკაში. აი შენი ემოციები მითხარი მაშინდელი. ძალიან ძნელი იქნება იმ ემოციების გადმოცემა, იმ კმაყოფილების განცდა და მადლიერების განცდა, რაც როცა ამერიკას რო გაიმარჯვა იმაში რო იბრძენი, თან იმ დროს დაემთხვა რომ სკოლაში რაღაც ცუდად ვიყავი, არ ვიცი რატო და ცოტა ადრე წამოვედი. და სახში ვიყავი, როცა ეს ყველაფერი მითხრეს და რო ფიქრობდი, შემდეგ ვეკითხები ჩემს, ხო ნამდვილად ამერიკას ანუ ხო რაღაც იმდენად ხო არ უნდა რომ რაღაც მომეჩვენა. და უკვე რო დავბრუნდი სკოლაში და ყველას რო გაგებული ქონდა ეს ამბავი, რაღაც ისე სიტუაციებით შემხდნენ და რაღაც პერიოდზე მაშინ ასე ამერიკაში სწავლა ძალიან იშვიათიც იყო და ძალიან ანუ ამდენი შესაძლებლობები რაც ახალ ახალგაზრდებს ნამდვილად არ იყო დამეთანხმები. და ჩემთვის ეს იყო მესამეც და გრიც ამბობ დავახსენე, ალბათ ჩემთვის ჩემი გადმოსახედიდანაც მეც ალბათ ეს დავამტკიცა, იმიტომ რომ
მესამეც იყო პირველ კურსზე. აი ძალიან მნიშვნელოვანია ამბანებების პირველ კურსს ვერ გადავლათ და მაშინ იყო ჩვენი რესურსების უფროსი თუ გახსოვთ ბატონი შაბოჭორი. მაშინ მახსოვს მის სიტყვებს ან мотиваცია იყო რომ არა უშავსოთ თუ პირველად ვერ გადავხდით თავი პროგრესი ქონდეს და შემდეგზე მოხდა. აი ამიტომ ვამბობ ხოლმე აი მასწავლებლების ნებისმიერი ადამიანის სიტყვა შეიძლება იყოს ძალიან ბევრი დიდი мотиваციის მომცემი და და პირიქით. კი, ზუსტად. მესამეც და უკვე მეორეზე რეზერვს კანდიდატი ვიყავი და ნიშნავდა რომ 50 არჩიეს და 5 რეზერვში სხვა უარს იხარ. ბატონო თან პროექტში მომსახურება გომის დაემხოდა და ყველა მშობელსაც უნდა რომ შესაძლებელი და შემდეგ რომ მესამეც დაზე გამომივიდა და ძალიან მადლიერები ვიყავი. თუმცა ამას მოყვა უკვე არა მარტო ეს მაყოფილების ხსნობაც რაღაც პერიოდის შემდეგ თითქოს აი იმპოსტორის სინდრომის ისინი დამეწყო. მას მე უფრო კარგად ვისაუბრებთ, ხოლმე და ეს იგი საწყისი იყო მაგიდან. საწყისი უკვე ვფიქრობდი რომ აი ამდენი ნიჭიერი და შრომის მოყარე ახალგაზრდა დაწყებულში და მაინც რატომ მე. ხო. და არ მეგონა რომ იმსახურებდი ამ შესაძლებლობას ამ განმსახედან ძალიან მეცნება, იმიტომ რომ პროგრამას არ იმსახურებ და მიუხედავად ისეთ ადამიანს რომელსაც საქართველოში ზოგს არ უმაგრებს არავინ, ნუ დაუმსახურებლად არავინ არ მიცემს რაიმე შესაძლებლობას. პირიქით ვცდილობ ხოლმე და მაინც როცა ვიმსახურებ მაშინაც ვერ ვიღებ ხოლმე. და ვფიქრობდი ან რატომ მაინც და მაინც მე აი არ ვფიქრობ რომ აი რომ წავალ ამერიკაში და თუ გავართმევ თავს აი ეს შიშები მქონდა ძალიან ბევრი, თუმცა რა თქმა უნდა ამერიკაში straight A student ვიყავი, ანუ 10-იანი და ამ კუთხით მაქსიმალურად გავამართლა იმედები, რომ ეს შიშები მქონდა და უსამართლოდ გასდა, რომ აი რატომ ამერჩიეს მე. ყველაზე კარგად ანა ის ერთი წელი გავიხსენოთ ამერიკაში შენი იყო პირველი წასვლის ერთი წელი რა გავხსენე. აი ყველაზე კარგად რა გახსენდება, რა არის ესეთი და რა გამოცდილება მიიღე შენ ამ ერთ წელიწადში. ტყიბულიდან უცებ ხარ ამერიკაში, უცხო ხალხი, უცხო მათი შეხედულებები ყველაფერზე და გამოცდილება მიიღე და რა გახსენდება ყველაზე კარგად. ბატონო, ალბათ 17 წლის ახალგაზრდისთვის ძალიან ძნელი იყო ეს კულტურული შოკი და ზოგადად შეგუება ყველაფერთან ყველაფერ ახალ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი мотиваცია იყო ამისგან. ძალიან კარგად მახსენდება ჩემი მასპინძელი ოჯახი მაქსიმალურად მეტ გამხარში. სკოლაც და ის კლასგარში აქტივობები ვიყავი ასევე ჩვენი გაზეთის რედაქტორი, რაც წარმომედგინა რომ აი ამიტომ არის ამერიკა ძალიან მაგარი ქვეყანა, მცხოველს, ანუ არა ასე ვთქვათ, არა native speakers აძლევს საშუალებას რომ გახდეს გაზეთის რედაქტორი. და პატარ-პატარ ოცნებებიც ავისრულე ბავშვებთან, ბიჭებთან, ეს ბიჭებთან ყოველთვის თამაშობდი ხოლმე ფეხბურთს და უკვე პროფესიონალურად სკოლის გუნდში ვიყავი. სეზონის პირველი გოლის გავიტანე და ჩემი დამსახურებული მედალით წამოვიღე. და ძალიან კარგი გამოცდილება შემძინა და ალბათ ცხოვრების მოტო რაც წამოვიღე ამერიკიდან და რას ეს იყო შეუცვლელი და რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. აკადემიური გამოცდილების მიღმა და ცხოვრებისეული გამოცდილება უფრო და ეს იყო ერთ-ერთი ფრაზა რაც გავიგე და მაშინ მივხვდით ჩავწვი ასე ვთქვათ ჩემ პროფესიულ ან კითხვებზე პასუხი გაცა არ ვიცი თუ სწორად გადაითარგმნება ასეთი ის არსებობს გამოთქმა ყველა არის გენიოსი მაგრამ თუ თევზს გავრჩით ხეზე ასვლით ის იწმინდათ ცხოვრება რომ სულელია. კი. ამიტომ ძალიან დამაფიქრა ამან და იმიტომ რომ სკოლის პერიოდში აი ისეთი მოსწავლე ვიყავი მიუხედავად იმისა რომ ყველაფერში მაღალ შეფასება მქონდა ვიღაც ჩემი და თუ არ ვიცი წაიკითხავდა ერთხელ და უკვე ყველაფერი ესმოდა და ყველაფერს გაიგებდა მე სამჯერ ოთხჯერ წამეკითხა და ვფიქრობდი რომ ალბათ მიხელა ტალანტი არ მქონდა ან არ ვიყავ ისეთი მონაცემების მქონე. თუმცა მივხვდი რომ ყველაფერში მონაცემები ვერ გექნება, უბრალოდ ის უნდა იყოს ტალანტი, ის გენიოსობა, რაც შენ გენიოსობაში მდგომარეობს და იცადო რომ განავითარო ეს და შემდეგ კარგი ცვლილებებისთვის გამოიყენო ეს უნარები. და ეს იყო დიდი რაღაც, ანუ დიდი ცვლილება, იმიტომ რომ მივხვდი რომ აი თურმე გაუნდა შენც გენიოსი ხარ და უბრალოდ გჭირდება რომ ეს ნიჭი აღმოაჩინო. იგივე რაღაცა ეცადე და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი
მიზანის დახმარების გარდა, რაც ამერიკაში თქვენ მოხალისეობის ვალდებულება ჰქონდა 50 საათი თუ სწორად მახსოვს, მე გავაკეთე 300 საათი ამისთვის ფარაგობამაში ჯილდოც მივიღე. კარგი, მაგრამ ეს იყო ცდილობა გავხმარებოდი სხვას და ასევე შემეცნო საკუთარი თავიც, ალბათ არა მარტო სხვებს დავეხმარე, არამედ ეს გამოცდილება მე უფრო დამეხმარა, გამეცნო. შენი შესაძლებლობებიც იქ შესაძლებლობებიც და რა ასე ვთქვათ, გარემოში ვიყავი, ბუნებრივი და გარემოზე ამოვნებდა და რა გარემოში ამისო მაქსიმუმ გავაკეთე. ხო. ჩვენ შევეხოთ იმიგრაციის ნაწილსაც, ხო? აი რომ ითხრა შენ თვალით დანახული, აი როგორი არის იმიგრაციის რა გამოწვევები იყო, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, რაღაცა ან შენ თუ დადექი რაღაცა ისეთი წინაშე, რაც ვერ იფიქრებდი მაგალითად მანამდე. ჩახვედი, უცებ რაღაცა სხვა გარემო, რაღაცა ისეთი გამოწვევები იყო და როგორ დაძნიე თუნდაც ეს ახლა ჩვენ კიდე განმეორდები რა ფლექსი უკვე ძალიან არა მარტო ფლექსი ერასმუსი და ამ შემდეგ ძალიან აქტიურად უკვე უშვებს სტუდენტებს ამერიკასა და ევროპაში სასწავლებლად და მათთვისაც რაღაცა იქნება შენგან გამოცდილი რაღაც ნიუანსები. კი ბატონო. ალბათ მთავარი ემიგრანტების და ჩემი განმოსახედიდან და გამოცდილებიდან ვიტყვი იყო ის რომ თითქოს როცა იქ ხარ, ანუ ცალი ფეხი გაქვს საქართველოში, ცალი, ანუ შუალედურობის შუაში ხარ. და შეიძლება დაიწყოს ისეთი ადამიანების ემოციური ადამიანების როგორც მე ვარ, იდენტობის კრიზისი. ძნელი არის, იმიტომ რომ ბოლომდე ვერც იმ გარემოს ერგები, შემდეგ ჩამოდიხარ და ის ფასეულობები მოგაქვს საქართველოში და შემდეგ ბოლომდე შეიძლება საქართველოსაც ვეღარ მოერგო. და მაინც ანუ სამშობლოსგან შორს ყოფნა ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივ სამსახური მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე ჩემს მოდით იყო და ასევე ჩემი ლუკასიც იქ გაჩნდა. ჩემთვის რაღაცნაირად მეგონა, რომ უბრალოდ აი დიდი შფოთვები მქონდა და ვიცით, რომ საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ მიზანი არასდროს ყოფილა ამერიკაში ცხოვრება, საქართველოში ვაპირებდი წამოსვლას რაღაც ფინანსური ასე ვთქვათ, მიზნის შესრულების შემდეგ, მაინც ძნელი იყო იქ დაძლევა. რა გეხმარებოდა ამ ყველაფრის დაძლევაში? რა ფიქრები, რა არ ვიცი, ნებისმიერი მოტივაციის რაღაცა რა იყო? ალბათ მეხმარებოდა თვით თავად ადამიანები იქ, ამერიკელებიც, რომ მაქსიმალურად კარგად მიგრძნო თავი. თუმცა ალბათ იმის მოტივაცია, რომ საქართველოს ჩამოვიდოდი და აუცილებლად აქ გავაკეთებდი ჩემს გასაკეთებელს, მაგრამ ასევე მქონდა ალბათ ამ შფოთვას აძლიერებდა ის, რომ როცა ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტმა მის სტიპენდია, ანუ ამერიკაში მასწავლეს, მასწავლეს ევროპაში სრულიად უფასოდ, რაც ჩემს შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ეს დაფინანსებები რო არა. ისინი ინვესტირებს არა მარტო ჩემს პიროვნებაში აკეთებდნენ, არამედ აკეთებდნენ მთელ საქართველოში. რომ ის ადამიანები შემდეგ ჩავიდოდნენ და რაღაც კარგს გააკეთებდნენ საქართველოს. ცოტა ისეთი შეგრძნება მქონდა თანაშაურის რო მარტო ჩემი ჯიბის გასქელებისთვის ახლა ეს ყველაფერი და როგორც ეს ანუ რაღაცას გავაკეთებდი ამ ფინანსურ მიზანში მასშტაბში, აუცილებლად საქართველოში დაბრუნებულიყო. ამიტომ ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა ითამაშა როლი და აუცილებლად ლუკასის ასე ვთქვათ გაზრდაც ნათალებითი იმ გარემოში ფიქრობდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯ სტეიშენში ვიყავით ჩვენ სადაც ხასიანის უნივერსიტეტში, სადაც პრეზიდენტი ბუში არის დაკრძალული. ეს იყო ქალაქი, სადაც ალბათ საუკეთესო უსაფრთხო ქალაქი ბავშვის გასასწრებლად. და მაინც ვფიქრობდი, რომ ეს საქართველოს და საუკეთესო ლუკასისთვის დაწყებდი ღირებულებების კუთხით, რომელსაც ის ახლა იძენს. მე მქონდა ეს შეკითხვა საქართველოს დაბრუნებასთან დაკავშირებით ანაშენთან და ბარემ აქვე ამოვწუროთ ეს საკითხიც. შენ 6 ქვეყანაში მუშაობის და სწავლის გამოცდილება გაქვს 7 ქალაქში, ხო? ქალაქში. და შეგიძლია ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც აირჩევდი, შენ ისეთი ბექგრაუნდი გქონდა, შენ რომ სწავლის გამოცდილება და ასე შემდეგ, დარჩენილი იყავი, გემუშავა, გეცხოვრა საზღვარგარეთ, მაგრამ არა, ადექი და შენ დაუბრუნდი სამშობლოს. რატო?
ეს პირველი მითხარი რატო და აი თუ გქონია საქართველოს დაბრუნების მერე აი რამე წამი მომენტი რომ აი ინანი არა უნდა დაგჩენილიყავი. როცა ამერიკიდან მოვიდოდი, ვუნდებოდი მომენტად ძალიან შორი არის 11 მანაცხოვრებად შეუძლება 11 დღე მქონდა და 2 დღე ჩამოსვას უნდა 2 დღე წასვლას. ამიტომ ამერიკა გამორჩეული იყო იმ წუთით. და შემდეგ უკვე როცა მოვიდოდი, ფინეთში მქონდა შემოთავაზება კარგი სამსახურის, სტაბილური სამსახურის. თუმცა საქართველოს ჩამოვედი, ბევრი მეუბნებოდა რომ აი არ ჩამოვიდე, არ გაგიჟდი. და ასე შემდეგ, მაგრამ აი შენ მაგურმა იცის ზუსტად რა გინდა და რა იქნება რაღაც ის ამერიკელები ეძახიან gut feeling-იც, როცა ის რაღაც შინაგანი ინტუიციაც მეუბნებოდა რომ აუცილებლად საქართველოში უნდა ჩამოსულიყავი. რაც შეეხება სინანულს, მე პირადად მომენტი არ მქონია, მაგრამ უბრალოდ ფიქრები მაქვს ხოლმე ლუკასისთვის, ჩემი შვილებისთვის ზოგადად რა იქნება კარგი. და იმედი მაქვს რომ საქართველოში ცხოვრება ეს ბოლომდე ასე ვთქვათ ან დადებითად აისახება ჩემს ორივე შვილზე და იმედი მაქვს რომ გადაწყვეტილებას არ ვინანებ. განმოსახედიდან ბევრი ფაქტორით არის საერთოდ რომ ჩამოვედი საქართველოში ძალიან მინექდებოდა ის მომენტი, აი კულტურულად ძალიან განსხვავებული ამერიკა. განაცუდია, უფრო განსხვავებულია. ძალიან მინექდებოდა იქ რომ აი მეგობართან როცა წახვალ ყოველთვის უნდა ეთქვა ანუ ერთი კვირით ადრე, 4 კვირით ადრე და ვიღაცა დაგეგმი მაგალითად და ძალიან მინექდებოდა ის რომ ვიღაცას რომ დაურეკავ და ეთქვა აი ამ სახელს ვარ გამოხვალ და რაღაც აი იგრობ ყველაფერს გადადევს და ეს მეგონა რომ არ მომწონდა ეს რაღაც სპონტანურობა, მაგრამ თურმე ძალიან კარგი ყოფილა ახლაც საქართველოს ჩამოვედი ძალიან მიყვარს ეს ნაწილი რომ აი ეს დაუგეგმავად რაღაც ისეთი და უფრო საინტერესოა ჩემი აზრით. კიდევ რაღაც მე რომ დავაკვირდი უფრო დაუგეგმავად უფრო ხვდები და დაგეგმილად ყოველთვის რაღაც ან ჩემ შვილებს აქვს ვირუსი ან რაღაც ვერაფერს ვერ ხვდები. ამიტომ ვფიქრობ რომ ეს ნაწილი რაღაც ის კულტურული პატარ-პატარა რაღაცები ძალიან მომენტი. ხო. აი ემიგრანტებს უნდა შევეხო აუცილებლად ანა და ვფიქრობ რომ გექნება სათქმელი ამასთან დაკავშირებით. ჩვენი პატარა საქართველო ყველა ქვეყანაში გვაქვს თუ გქონდა ემიგრანტებთან იქ შეხება როცა იყავი რა არის მათი ფიქრები, ოცნებები, გამოწვევები, საერთოდ როცა უზიარებთ ერთმანეთს, აი მათი ყველაზე ესეთი ანტკივილი. ჩვენთვის მაგალითად ყველა ემიგრანტი არის არ ვიცი ნამდვილად გმირები არიან და ნამდვილად რომლებიც წასულები არიან და ნამდვილად ის ფასად აი რაღაც ურთიერთობებს აღზამნიან მიუხედავად იმისა რომ აი მე გამოვცადე ხსენებს ფონდში მუშაობდი რაც ძალიან პრესტიჟული იყო და არაჩვეულებრივ ადამიანებში ვიყავი მიუხედავად ამისა როგორ ვიტანჯებოდი წარმომიდგენია ის ადამიანები რომლებიც არასასრულად სამსახურში მუშაობენ და წასულები არიან და შვილები და ოჯახი ხარბული ყავთ ისინი დაატანჯოს გადიან ალბათ აი თუ ძალიან დიდი შეხება აი ქართველ შემთხვევაში მე რადგან ნიუ-იორკში არ ვიყავ ტეხასში ყველაზე სამხრეთით ალბათ საერთო ჯამში 3 წლის განმავლობაში 5 ქართველი ვნახე რომლებიც უმეტესად ან მაგისტრატურაზე იყვნენ ჩამოსულები ან პროფესორები იყვნენ უნივერსიტეტში მაგრამ ყველას მაინც დიდი მონატრება ჰქონდა საქართველოსი და უმეტესობის მიზანი იყო საქართველოში დაბრუნება და იმ ცოდნის გაზიარება საქართველოს ხახა მე ფიქრობდნენ დაბრუნებას შეიძლება ბევრი ფიქრობდა დაბრუნებას ყველი დარჩა სამწუხაროდ მაგრამ მინდა ახსენო რომ ვიცი ადამიანები რომ ჩამოვიდნენ ცალკეს მაგრამ არ გამოვიდნენ იმიტომ რომ რაღაც არას ის შესაძლებლობები ვერ იპოვეს იმადლერი ვარ რომ ჩემ შემთხვევაში ეს გამოვიდა თუმცა მეც მქონია ცდილობები ესტონეთიდან სხვადასხვა ქვეყნებიდან დაბრუნების და შესაძლებელი ასე ვთქვათ ადგილი ვერ მიპოვია, ამიტომ ყოველთვის მივდიოდი ხოლმე მანამდე სანამ ვთქვათ რა დავიმკვიდრებდი საბოლოოდ გამოვიდოდი მქონდა მეც ცდილობები, თუმცა ისე ემთხვეოდა ხოლმე, როცა აქ რაღაცას ვეძებდი, ვერ ვიპოვიდი, გავაგზავნდი რაღაც საზღვარგარეთ და ურკვიდაში უკვე აყვანებდი. ამიტომ ეს მეგაცრობები არის და მესმის მათიც ვინც ვერ ჩამოდი საქართველოში, მაგრამ დღევანდელმა მსოფლიო ასე ვთქვათ
COVID-მა ის მოიტანა კრედიტი, ვირტუალურ სამსახურებში გაძარცვა და ამიტომ ჩემ შემთხვევაში რომ მე დაინერგა იქ პრაქტიკა კარგად სხვათა შორის ონლაინ ზონებისმიერ წერტილში. მე ონლაინ მუშაობ, ევროპის უნივერსიტეტის პარალელურად მუშაობ. ონლაინ ლონდონისთვის, ორგანიზაციის და ეს არის ძალიან მოსახერხებელი განსაკუთრებით დიდისთვის და რომელსაც ბევრი დროის გატარებას ვშვილთან. კი ბატონო. ანა, შენი გამოცდილებიდან რომელმა ქვეყანა, რომელ სიტყვად, რომელს გამოარჩევდი, რომელს გავლენა იმოქმედა შენზე აი განსაკუთრებით აი ამ ქვეყანამ. რომელი იყო ესე? თუნდაც ამ პროფესიული ქვეყანა ნებისმიერ ადამიანს. ვიტყოდი ესტონეთს, მაგრამ ალბათ მაინც ამერიკა მქონია ყველაზე დიდი გავლენა. იმიტომ რომ ალბათ ახლა უკვე აქცენტს გავაკეთებ იმ პერიოდზე, როცა ამერიკაში მუშაობდი, რადგან მიწევდა ჩემი პოზიციიდან გამომდინარე ძალიან დიდ მაგიდებთან ჯდომა, სადაც დიდ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. და უბრალოდ ის ვისწავლე, რომ ყველა ადამიანი და აი ესე რომ რაღაცას შეხედავ, დიდი პოზიციის მქონე, სუსტად ჩვენერები არიან ისინიც და რაღაც ისეთი ეს უნდა დაიმსხვრეს ეს მითები. და რომლებიც ის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებდნენ, მნიშვნელოვანი ადამიანები, თავადაც არიციან გადაწყვეტილების ბოლოს, გვირაბის ბოლოს რა იქნება. აი ეს გავანალიზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ უბრალოდ თავდაჯერებით უდგებიან ამ საკითხს, მაქსიმალურად გულს, ენერგიას, შრომას და პროფესიონალს დებენ და იმედოვნებენ, რომ ეს გამოვა. ამიტომ არავის არ აქვს ასეთ წინასწარ პასუხები. და ამის გაანალიზება ჩვენს გვაძლევს უფრო დიდ мотивაციას, რომ თუნდაც რაღაც დავიწყოთ, აი თქვენ შემთხვევაშიც წარმატებები, მადლობა. თუ Handy for Success ასეთი კარგი გამონათქვამი, თუ ფიქრობ, რომ შეძლებ, ან ვერ შეძლებ, მართალი ხარო. ამიტომ რაც ჩვენს ტვინში არის, ზუსტად ალბათ ყველაფერი ისე მიდის და მნიშვნელოვანი კიდე რა არის ჩემ შემთხვევაში, ის გავაანალიზე, რომ რაც ამერიკაში ცხოვრებამ, ანუ ცხოვრებისეული გამოცდილებები ნამდვილად შემიძლია, ის გავაანალიზეთ, რომელიც პროფესიულ ცხოვრებაშიც მათგება პირადშიც, რაც ის ჩვენ ის არ ვართ, რაც ჩვენ თავს ხდება, ჩვენ ის ვართ, როგორ ვპასუხებთ აი იმას, რაც ჩვენ თავს ხდება. ძალიან დიდ мотивაციას გაძლევს და იმ რაღაცებს, რომელზეც ვთქვათ, არ ვიცი, დარდობ რაღაც, ანუ ხვდები, რომ არც აზრი არ აქვს, რასაც იშველება შენი ქმედებებით უშველი, რასაც იშველება, დარდი არაფერს არ უწევს, ამიტომ ძალიან ეს დამოკიდებულება მოიტანა გამოცდილება მანა. გამოცდილება მოიტანა და განსაკუთრებით ალბათ იმ პერიოდმა, როცა ამერიკაში, როცა ჩავედი, ერთ-ერთი რატომაც მე ვიყავი ამერიკაში ერთ-ერთი ვიზით, ანუ ძალიან ძნელი ამ ვიზის აღება, რაღაცებთან უფრო მეტად აძლევენ IT კუთხით ამ პროფესიონალებს, რომელიც ძალიან მოთხოვნადი არის და მე არ ვამბობ, რომ მე მოთხოვნადი არ ვიყავი, მაგრამ ისეთი სკილები მე არ მქონდა, რომ ამერიკის შეერთებულ დეპარტამენტს და საიმიგრაციოს გადაეწყვეტა, რომ აი შეიძლება მივცეთ მას. მაგრამ ჩემ შემთხვევაში იყო ახალი პროგრამის საქართველოში უკვე მქონდა და სხვა ქვეყნებში ახალი პროგრამაზე მუშაობის გამოცდილება, ახალი პროგრამის შექმნის გამოცდილება. ნულიდან დაწყება და ეს დამეხმარა, ალბათ გამართლებაც იყო რაღაც ეტაპზე და იქაც უნდა გაგვეკეთებია ესეთი პროგრამა, რომელსაც მართლა მილიონები იყო ჩადებული, scholarship პროგრამა, ანუ სასტიპენდიო პროგრამა და ამ პერიოდში, როცა 24/7 მუშაობდი, ალბათ განსაკუთრებით პირველი ერთი წელი გაუსაძლისი იყო ეს პირობები, მაგრამ ვფიქრობდი, აი ამ დროს ვისწავლე ხოლმე რაც შემიძლია ვაკეთებ, რაც არ შემიძლია, ნუ ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა, როგორც სამყაროს უნდა. ამიტომ ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ მაქსიმალურს აკეთებ და შემდეგ ეგოდები რა მოხდა. ანა, აი ხა ჩვენ და შევეხოთ შენს ჯილდოებს. მე არ მინდა რომ გამომჩნდეს არც მე რაც ვიცი და რაც არ ვიცი კიდე ალბათ ამდენ. უნდა ჩვენს მაყურებელსაც რაღაცა გავაცნო კარგად. ესე იგი, საერთაშორისო ჯილდოებზე გვაქვს საუბარი. წლის ცვლილების აგენტი, წლის ლიდერი, ჯესის ფინალისტი განათლებას შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მშვიდობის კორპუსის მასპინძელი ქვეყნის გმირი და ასე შემდეგ. მე ესენი ვიცი ძირითადი, სანამ წიგნებზე გადავალთ და იმაზე ცალკე ვისაუბრებთ. მოდი ამაზე ვისაუბროთ, აი როგორ მოდიოდა შენ ცხოვრებაში ეს თითოეული ჯილდო? იყო რაიმე, ანუ რა კრიტერიუმით ხდებოდა?
მაგალითად რომ მიგეღო ეს ჯილდო რამე კონკრეტული არსებობდა თუ კომპლექსურად შენი მოღვაწეობა რაც გაგიკეთებია ამით ხდებოდა შეფასება. როგორ მოდიოდა შენამდე ეს ჯილდოები? მართალი კითხვა ვერასდროს ვერ წარმოვიდგინა და არც არასდროს ვერ ვფიქრები და ალბათ მეც განაცხადა არც არასდროს არ შევიტანდი. იმიტომ რომ საერთოდ არ ვფიქრობდი რომ ისეთ რამეს ვაკეთებდი რომელიც თქვა აღიარებას მოეპოვებდა და ამისთვისაც არ ვაკეთებდი. მაგრამ აი პირველი ჯილდო რომელიც მივიღე ეს იყო ჩემი ამერიკელი თანამშრომლისგან ნომინაცია ჩემი კანდიდატურის და ნუ შემდეგ რაღაცის მიეწყო რომ ერთი ჯილდო შემდეგი მთავარი აღიარება ალბათ იყო ის რომ ხარ ცვლილების აგენტი, დადებითი ცვლილების აგენტი და ის რომ თუნდაც სამსახურში, თუნდაც რასაც აკეთებ, იმაზე მეც აკეთებ, რაც მოგეთხოვება. ხო. ალბათ ყველაზე მეტად აი მაგალითად რო ვთქვა, ყველაზე მეტად რაც მიამაყება მიგრაციაში ეს ყველაზე წონიანი არ იყოს. იყო მშვიდობის კორპუსის ჯილდო, მასვენდელი პარტნიორის გმირი. რაც აი გლოუს პროგრამაზე გოგონები ჩვენი სოფლიოს ლიდერების ბანაკი არსებობდია და ამ პროგრამის შემდეგ როცა ბანაკში ვიყავ მშვიდობის კორპუსის შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად დავარსე კლუბი გოგონები გლოუს კლუბი ჩემს სკოლაში შემდეგ მიტოლის სპიკერიც ვიყავი შემდეგ პროგრამის კოორდინატორიც ვიყავი ამ პროგრამის და ამერიკელ მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან ერთად გავაკეთეთ ასეთი გლოუს სახლში წაღების ცნებ რაც გულისხმობდა რომ ეს ბავშვები რომლებიც 50 გამოჩეული გოგონა რომელიც მიიღებს ამ ბენეფიტებს თავის კომუნაში ავრცელებენ ამ ყველაფერს და ეს იდეა და ეს პროგრამა დღესაც წარმატებული არის და ძალიან ვამაყობ რომ იმ წლიც არის ჩემი იდეის ნაწილი ასე კარგად დაგვირგვინდა და ამას გამოვარჩევდი და ამ ცვლილებისთვის ვთქვათ მომწეს ეს ჯილდო ცოტა ხნის წინ ორი კვირის წინ ასევე გავხდი აიება ევორდს ასეთი ჯილდო არის ინსპირაციული ქალი მაგარია რაც აი მართლა ვამბობ რომ კონკრეტულად მართლა ცოტა მეძება ხოლმე იმიტომ რაღაც ისე გამოვიდა რომ აი ვიღებ ჯილდოებს და მიხედავთ იმისა რომ რაღაც არიან ადამიანები და ქალები რომლებიც ნებისმიერ პროფესიონალი რომელიც აღიარებულები არ არიან თავიანთ მიხედავთ ასეთი კარგი საქმეებზე რომელსაც აკეთებენ და მეძება ხოლმე ამაზე საუბარი კი, თუმცა ამაზე საუბარი ჩემი აზრით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი ზუსტად ესეთ ადამიანებს რაღაცა მიცვეთ ვიცგი, რომ ანეტიშონ, რაღაცა შეცვალონ, ან რაღაც სხვა მხარე აირჩიონ, რომ არა, მიგონებს ნამდვილად ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ზუსტად აქედან ალბათ ადამიანები რომლებიც აი ჭიანჭველას ავით ძალიან ბევრს რო შრომობენ და რაღაც შედეგს ვერ ხედავენ, ანუ ამ შემთხვევაში მიდგომების ასე ვთქვათ ნაწილია და მიზეზი ჩემი აზრით იმიტომ რომ სელექციურად მათ ვიშრომეთ უარისმად ვისწავლეთ ანუ უარისმად ზუსტად არა უარისმად ეს მიგონიმაში გვა ხაი ყველას უნდა დავხმაროთ ყველას უნდა მაგრამ ნუ უარისმას შეიძლება არ დახმარებაზე იყოს უბრალოდ რაღაც ფაზე რაც შეიძლება სხვამ ჩაანაცვლოს კი ბატონო საერთოდ არ იყოს რაღაც საქმის გაფუჭების პროცესი კი ბატონო ანა ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ახლა კარიერული მიღწევაზე როდესაც საუბრობთ არის ორი ისეთი მნიშვნელოვანი წიგნი რომლის თანაავტორი ხარ ერთი არის ქალები რომლებიც უშიშრად ცხოვრობენ რომელიც ნიუ-იორკში გამოიცა ხო სწორად ვიცი და მეორე არის აქცენტურობა და მოქმედება, რომელიც ლონდონში გამოიცა. ამ წიგნებზე მინდა რომ ვისაუბროთ, რომ ჩვენ საყურებელსაც ვუთხრათ თითოეულის შესახებ. დავიწყოთ პირველი წიგნით, ქალები რომლებიც უშიშრად ცხოვრობენ. მოვიცი ამ წიგნთან დაკავშირებით. მე მგონი ეს არის ხო? ეს წიგნი არის. და ეს ინსპირაციულია, რაც ძალიან მომწონს და განსაკუთრებია და ჩემ შემთხვევაში აი შენი სათქმელი ამ წიგნში რა არის რას ამბობ შევეხა იმპოსტორის სინდრომს და დანიშნულად იურისტის შეიძლება უცხოც იყოს და ვუთხრა რა არის კი ბატონო იმპოსტორის სინდრომი არის საკუთარი შესაძლებლობების ეჭქვეშ თაყენება იმ დონეზეც რომ ესე ვთქვათ იწყებს ფოთვას იმ დონეზე რომ ფიქრობ საზოგადოება გააცურე წარმატებას არ მიაღწევს უბრალოდ საზოგადოება გააცურე და საოცარი არის რომ ისეთ
ცნობილ ადამიანებსაც, როგორც ალბერტ აინშტაინი, ნატალი პორტმანი, მიშელ ობამა იტანჯებოდნენ იმპოსტორის სინდრომით. მართლა. და ჩემთვის ეს იყო ძალიან შვება, როცა გავიგე. ხო, ეგეც მიხარი. როგორ მივხვდი რა ეს სინდრომი? როცა დაიწყე ამ პერიოდში რაღაც სტატია მომიგდო, უკვე Facebook-ში რო ხალხი იყო, რა აი რაღაც წერდა იმპოსტორის სინდრომი. აი რო წავიკითხე, მაშინ იყო ეს პირველი შვება, რაღაც გავთავისუფლდი, რომ მეგონა რომ რაღაც თაღოთი ვიყავი და ეს წარმატებები რომ არ დამსახურები რატომ მოდის ჩემთან ეს წარმატებები და ასე შემდეგ და ძალიან ზღუდავდა. მართლა. იმიტომ რომ შემდეგ ვიყავი პერფექციონისტი და ვფიქრობდი რაღაცას არ ვცდილობდი ახალს, იმიტომ რომ ვფიქრობდი თუ რაღაცაში არ მივაღწევდი კიდე წარმატებას, ის ხარს უსვამდა ჩემ წინა წარმატებას. ამიტომ ამ გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვფიქრობდი რომ აი როცა შემომთავაზეს იორკის ჰერცოგინიის ჯილდოზე როცა ნომინაცია მივიღე და შემდეგ წლის ლიდერი გავხდი, შემომთავაზეს რომ ასე ვთქვათ კონტრიბუტორი ნაწილობრივი ანსამბლში ერთ-ერთი თანაავტორი და როცა ვფიქრობდი რაზე შეიძლება დავწერო, უპირობოდ გადავწყვიტე რომ ეს იქნება იმპოსტორის სინდრომზე, იმიტომ რომ მინდოდა ის ცვლილება რაც ჩემ ამას უბრალოდ სტატიის წაკითხვა მოიტანა ჩემ ცხოვრებაში, რომ მეც გამეზიარებინა ამ საუბრობ იმპოსტორის სინდრომზე, გამკლავების სტრატეგიებზე. არა ის რაც ფსიქოლოგიურად დატესტილი მეთოდები არის, არამედ იმაზე ჩემი შემთხვევაში რამ გაამართლა. ხო, შენი გამოცდილება. ჩემი გამოცდილება და საოცარი ის არის, რომ შემდეგ გაჩვენებ კიდევაც ჟურნალს ვაწარმოებდი სკოლის პერიოდში. და როცა რაღაც ეს იმპოსტორის სინდრომი შემომიტევდა, იმ რაღაცა გაზეთში ან რაღაც წარმატების რაღაცებს ვაკრავდი ხოლმე და სრულ სურათში მენახა იქ რატომ იმსახურება შემდეგ წარმატებას. საოცარი ის არის, რომ როცა შემდეგ დავიწყე ასე ვთქვათ მოძიება იმ სტრატეგიების ინტერნეტში, როგორ გამოვხდი იმპოსტორის სინდრომს, ერთ-ერთი იყო ჟურნალის წარმოება. ანუ ისაც მე ბუნებრივად დავიწყე. შენ იპოვე იქ რაღაც ეს ბუნებრივად გადარჩენის მეთოდი იყო ჩემთვის და ძალიან რაღაც საოცარი დამთხევა იყო და მე გადავწყვიტე, რომ აი იმპოსტორის სინდრომზე აუცილებლად უნდა მესაუბრა და როცა უკვე გლობალურად რა წლება მოიტანა ამ წიგნმა ეს ჯერ კიდე ასე ვთქვათ ჯერ კიდე თუდების პროცესში აქ ამაზონზე და საკმაოდ ბევრი იყიდება მაგრამ კი ბატონო და საქართველოში როცა უკვე მედიის საშუალებით წიგნზე ვისაუბრე იმპოსტორის სინდრომზე მეორე მესამე სამი წლის განმავლობაში 60 მესაჯი მივიღეთ საშუალოდ LinkedIn-სა და Facebook-ზე რომ მეუბნებოდი რომ აი მეც ეს ჭირს და რა რომ აღმოაჩინეს და უკვე თქვი რომ აი ამ წიგნმა თავისი კი და დანიშნავანია მაგიტო რომ რაღაცა გავუზიარეთ. კი ბატონო სამწუხაროდ გასწავლდით არის ამ დავჭერპო ის ადამიანები რომელთაც ინგლისური აქციან და შეიძლება ითარგმნოს ხო? თუმცა თუ მოუნდება საუბარი კონსულტაცია ნებისმიერ ადამიანს განსაკუთრებით ტეულებს ყოველთვის ვეხმარები ხოლმე და ახალგაზრდებსაც ხურებენ, თუ რამე კითხვა აქვს, თუ რამე დახმარება უნდა ცხოვრებისეული ასაკის მიმართულების მიცემა, ყოველთვის მათ გვერდით მიგულან. ავთენტურობა და მოქმედება. ამაზეც ვისაუბროთ, რომელიც შენს ქალიშვილს მიუძღვენ, ხო, რა თქმა უნდა, ვიცი. და გაგაცნობელი. ის მიუძღვენ, იმიტომ რომ მთავარი ალბათ როცა მეორე შემოთავაზება მივიღე და საოცარი წერასაც და მიყვარს. და ალბათ ფიქრობდი რომ ალბათ გვერდით დამცინო და როცა ეს შესაძლებლობა გამომიგზავნა მაგრამ უბრალოდ ჩემი მიზანი იყო ეს რაღაც ცვლილების მოხდენა. ხო. და ალბათ მეც მომცა ძალა და ის ინსპირაცია რომ რაღაც დამეწერა როცა კალამი ავიდა ხელში და მეორე შემოთავაზება აღარ ვაპირებდი შემდეგ სამუშაობას და უკვე 7 თვის ორსული ვიყავი როცა მეორე შემოთავაზება მივიღე და განა იმიტომ რომ ანუ ორსული ვიყავი და არ შემეძლო ბევრი რაღაცები გავაკეთე ამ პერიოდში მაგრამ რაღაც არ მივიდა რომ შემდეგი წიგნის ანავტორი ვიყავი. თუმცა შემდეგ გამახსენდა რომ რაღაც მოხდა გასაზიარებელი ისევ ეს იყო ეს ის რაღაც იყო რაც ვფიქრობ რომ მე რო წამეკითხა წლების წინ რამდენიმე წელს ან როგორც ახალგაზრდა პროფესიონალს წლებს დამიზოგავდა ალბათ და დამიზოგავდა ნერვებს ენერგიას რაც ამ რაღაცებში ჩავდე. ხო იყო ეს ანუ ეს ჩემი თემა იყო გამოცდილება, ანუ გზამყობი როგორ გავხდეთ საერთაშორისო პროფესიონალები. და აქ საუბრობ დეტალურად, რა არის ამისთვის საჭირო, რა უნდა გავაკეთოთ, ანუ როგორც ცხოვრებისეულად, ასე კარიერულად, ამ ყველაფრისთვის და ალბათ ეს იყო ძალიან დიდი, ასე ვთქვათ,
мотивация რო ეს გამეზიარებია და ამიტომ მიუძღვენია ეს ლილის, იმიტომ რომ ფიქრობ რომ ლილი მაწმობს мотивация ამ ყველაფერს მუშაობის. და მინდა რომ ლილის ცხოვრებაც იყოს мотивация სხვებისთვის და იმედი ასე იქნება. და მინდა რომ ეს ძლიერი იყოს, რომელიც ის ქალები, რომლებიც ამ ყველაფერს წერენ, ციგნის ვერსია ის Amazon-ზე დაიდება ცოტა ხანში და სხვადასხვა პლატფორმებზე და ფიზიკურ ვერსიაც ალბათ ივლისის ბოლოს პოვდება. აჰა, შვენიერი. ანა, განათლების სფეროს უნდა შევეხოთ. შენამდე როგორ მოვიდა განათლების სფერო? აი ხო ძალიან ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოზიციაზე ხარ ამ მიმართულებით. და როგორ მოხდი აქ და ზედ ჩვენ განათლება რომ შევაფასოთ აი საერთაშორისო გლობალური გადმოსახედიდან აი საქართველოს როგორ ხედავ საქართველოს განათლებას? ბეტონა რაც შეეხება განათლების სფეროს და მასთან შენ ურთიერთობას, ყველა პროექტი, რომელსაც მუშაობდი სტუდენტობის პერიოდში, როცა მუშაობდი ბულგარეთში, თურქეთში, ყველა ეს, ასე ვთქვათ, პროექტები იყო განათლებასთან კავშირში. შესაბამისად, ეს ექსპერტული, ასე ვთქვათ, გამოცდილება და ცოდნა ამ პროექტებზე მუშაობისას მივიღე. ალბათ ყველაზე კარგად სწავლობ პრაქტიკაში. ნამდვილად. და განსაკუთრებით სწავლობ, როცა სხვადასხვა ქვეყნების კულტურულ ჭრილში რაღაცებს მიმოიხილებ. შედარების შედარებისთვის რაღაც ინფორმაციები გაქვს. ხო. და ანუ ას ძალიან უბრალოდ იმიტომ დავჭი განათლებაში რომ ვიცი რომ ეს სფერო ძალიან დიდ ცვლილებას და ინგლისურების მონტანი არის ახალგაზრდებში და ახალგაზრდები მომავალი არის და რაც შეეხება საქართველოს მე ბოლოს ამენქას ამდენ თუ არ ჩავდით ალბათ ბოლო 10 წელს განმავლობაში საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა განსაკუთრებით უმაღლეს მეცნიერის განათლების სფერონ განსაკუთრებით საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაში ეს ეხება უნივერსიტეტის თქვათ მმართველობით ღირებულებებს სამუშაო კულტურას კურიკულუმებს რომელიც უფრო განახლებულია და ახლოს არის საერთაშორისო სტანდარტებთან სწავლების მეთოდოლოგიას თუმცა რა თქმა უნდა არის გამოწვევებიც როგორც არის თქვათ სიმცირე პროფესიონალი კადრის პროგრამის რელევანტურობის ფიქრაც რადგან არის სამწუხაროდ პროგრამები რომლებიც არ არის თანხმობაში სამუშაო ბაზართან თან დიგრაფიკული კეთი არის და სიცარიელე ამიტომ თან მიხარია რომ შემთხვევაში სტრატეგიული ეს დებარეობა გვაქვს მეკუთხედავთ თქვა საერთაშორისო სტანდარტებს მოვიცილოთ და ასე შემდეგ მაგრამ ამ მომენტ ძალიან დიდია სამუშაო საქართველოს და თავია რომ რაღაც ბოლო 10 წელს განმავლობაში დიდი პროგრესი გვაქვს იმასთან შედარებითაც ჩვენს დროს ახალი შემოსული პლაგიატის თემაც ზოგადად ახალი იყო და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევადარებთ იმ დროს როცა ჩვენ თვითონ ვიყავით სტუდენტები. რაღაცა ჩემი აზრით და მე ეს განათლებასთან ძალიან დიდი კავშირი მაქვს. ჩემი აზრით ამოსავალი არის საერთოდ განათლება ყველაფერში. ყველა საკითხში. ეს ნაწილი თუ გვაქვს მყარი, ნამდვილად და სწორედ ამბობენ, მე როცა თქვა მე სპორტულ განათლებას ან ფიზიკურ რაღაც საქმეს აკეთებ, სწორედ ამბობენ, რომ ეს სპორტსმენს არანაკლებ ხდება განათლება. მე რომ ამერიკაში პროფესიონალურად თამაშობდი ქართულს, გამაანალიზებინა, რომ თუნდაც როგორი სტრატეგიული შრომა ჭირდება სპორტს. რამხელა ძალისხმევა ჭირდება და დავაფასე ყველა სპორტსმენის საქმიანობა სხვანაირად შევიგრძენი, რომ აი განათლება როგორც უნდა არის ყველაფერს ამოსავალი. კი. მე ბოლოსკენ მოვიტოვე ესეთი თბილი და გემრიელი თემა ოჯახი. მე შესმეყროს ვიცნობ ტრიბუნიდან და მოდი ჩვენს მაყურებელსაც ვთქვათ, აი როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა, სადაც გაიცანით როგორ მოხდა ყველაფრის დასაწყისი. კი ბატონო, რაღაც ხანდახან როცა ვაზიარებ ხოლმე არც მომჯერა როგორ დაიწყო, რაღაც ზღაპრული მართლა ჰქონდა. ჩვენი სკოლა ყოველ წელს აკეთებდა ფიზიკის საღამოს. ესეთი ღონისძიება იყო, რაღაც სხვადასხვა ღონისძიებები იყო, მათ შორის ცეკვებიც, არამედ გაფორმებული ყველანაირად. მამაც შემდგენი და რაღაცა თავიდან იყო, შემდგომ ბოლო პერიოდში როგორც ვიცი გავუწევ.
და როცა მე არ ვაპირებდი მონაწილეობას, არ უნდა მივიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ ჩემი კლასი ისე ძლიერი არ იყო. ორი ძლიერი, ერთი ძლიერი კლასი არჩიეს. ჩემი პარალელი კლასი, თუმცა დაჭირდა მოცეკვავენ. მოცეკვავდი 11 წელი ბატონ ჯემალისთან და ბატონ ბულჩინასთან. ძალიან მიყვარს და მოვიკითხავდი სიყვარულით. და დაჭირდა თან წყვილი ჭირდებოდა და მე უნდა მეცეკვო. ღონისძიების ბოლოს გიორგიც მონაწილეობას გიგას ვეცახეთ გიგაც მონაწილეობას იღებდა როგორც ერთ-ერთი მისი კლასის და ღონისძიების ბოლოს რაღაც ცეკვა იყო ვალსი რაღაც და ჩემი და ჩემი მეგობარიც ვიყავით გოგონა ერთად და ის და მისი მეგობარი ბიჭი მომხდების ხერხს და და ისე მოხდა რომ გავცვალეთ რაღაც ვალსის ტიპის იყო და რადგან ბიჭის რადიან ყოფილი იყო ამიტომ გავცვალეთ ყარები და აი ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა შემდეგ 13 წელი როგორც ამერიკელები თქვენ on and off ვიყავით და 13 წლის შემდეგ უკვე ხოჭი დავაგვიყვინეთ. აი, რა მხევა, 13 წელი ხო რაღაცნაირად ერთად გავიზარდეთ და ძალიან მიხარია რომ ტყიბულელია, იმიტომ რომ საერთოდ შევდეთ რაღაც საერთო როცა გვაქვს საერთო მოგონებები, საერთო რაღაც ფასეულობები, ეს ძალიან დიდ დროს თამაშობს ალბათ ჰარმონიულობის საკითხი. ხა. ანა, იცი რა მითხარი, დედობა, როდესაც შემოვიდა თავარი, ესე ვთქვათ, ცხოვრებაში სტატუსი და რა შეცვალა, რა გადაგაფასებინა, საერთოდ ამოაყირავა შენი ცხოვრება ალბათ და აი ეს რო გითხრა, რა შეცვალა ამ სტატუსი? აი ალბათ სრულიად სოფტვერობა შემიცვალა. ძალიან ალბათ ვისწავლე რა უპირობო სიყვარული და გავაანალიზე, ვიცოდი მანამდე რა იყო, მაგრამ გავაანალიზე რას ნიშნავს უპირობო სიყვარული. ასევე უფრო მეტად დავაფასე ჩემი მშობლების ღვაწლი ჩემს მიმართ და რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ, რომ მაჩვენეს კარგი ბავშვობა, მომწეს განათლება, წვალების და ძალიან დიდი ტანჯვის ფასად, რაც იმ პერიოდში რომ არაფერი არ იყო როგორც ვიცი. და ალბათ ვისწავლე რაღაცეები, გადავაფასე მათი თქვათ რაღაცები რაც არ მესმოდა, მათი განმოსაყენი ნახა უკვე მესმის. და ალბათ ჩემ შემთხვევაში ისიც არის რომ დროის მენეჯმენტი არ მეშლებოდა არასდროს, ოთხ კარგად გამოდიოდა, მაგრამ უფრო აი multitasking-ი ბევრად ვაკეთებ ერთად, ალბათ ეს კარგად გამოდის უკვე. და ყოველთვის ხუმრობ ხოლმე არახმშობლოს ტესტში გავით თუ ჰარვარდში დროის მენეჯმენტის კურსს. მანამდე სანამ ორი შვილის დედა და სრულ განაკვეთის სასწავლო იქნება, ბოლომდე ვერ ჩაწვდები დროის მენეჯმენტის სრულ არს. ანა, სამომავლო გეგმები რა გაქვს, რა გაგვიზიარო? კონკრეტულად რაიმე პროფესიული კუთხით არ მაქვს გეგმილი, თუმცა ძალიან მინდა შემდეგი 3 წელი გავატარო განსაკუთრებით ბავშვებთან და განსაკუთრებით ახლა როცა ლილი ჭირდება. პირველი 3 წელი ლუკასთან ვცდილობდი რომ ეს როგორც ეს ტერმინი ბავშვის და დედის ბონდინგი ეწოდება დაახლოება რაც ხდება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მინდა რომ ვირტუალურ სამსახურით ვიყო დაკავებული და იმედია რომ ესე შემდეგი 3 წლის განმავლობაში მექნება რომ უფრო მეტი დრო გავატარო ბავშვებთან. სულ ბევრი სკოლის კილოდი არის განსაკუთრებით დაკავებული ადამიანების, რომ დიდი დრო ვერ გაატარეს ბავშვებთან, იმას არავინ არ როცა უკვე ცხოვრებაში კაცმონაცია ხდება, არავინ ნანობს, რომ აი რატო ერთი მეტი ზარი არ მქონდა და უფრო მეტი არ ვიმუშავე, ყველანაირად რომ დრო ვერ გაატარეს ბავშვებთან და მე არ მინდა რომ შესწავლა გავინაო, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ხარისხიან გავატარო დრო ბავშვებთან. განსაკუთრებით ლუკასთან, რომელსაც ძალიან ისეთი პერიოდი აქვს, რაღაც კრიტიკული ასაკის 4 და 5 წლის ასაკი, რომ უნდა რომ თავის რაღაც დამოკიდებულებას ცდილობს და ზოგჯერ ამას აგრესიას, ზოგჯერ სხვა კუთხით გამოხატავს და მაქსიმალურად ვცდილობ რომ ეს თანამედროვე ფსიქოლოგების რჩევები გავითვალისწინო, რაც მინდა გითხრათ არ არის ხშირად ადვილი. მაგრამ მინდა რომ აი ჩემი პირველი როცა ვთქვათ რაღაც ცხოვრებას დავასრულებ, იმიტომ რომ ყველაფერზე მეტად
მინდა რომ ვიყო კარგი დედა. ხო, ეს არ ვიცი ეს როგორ გამომივა, მაგრამ მინდა რომ ჩემს მაქსიმალური ესე იგი ეფორტი როგორც ამერიკელები თქვენ და მაქსიმალურად დრო ენერგია და შემდეგ ისნება ყველაფერი და როგორ გამა. კი ბატონო. აი დასასრულს ანა აი რომ გადახედავ ახლა მთელ შენს გავლენ ცხოვრებას, აი რა მიგნებები გაქვს მონიშნული? აი მე ესე გეტყვი წიგს რო კითხულობთ და აი მარკერით მომხაზავთ რაღაც მიგება სანამ მოგვეწონება და მე რო ვცდილობ რომ გამოვიყენოთ რაღაცებში. აი შენ ცხოვრების წიგნში რა გაქვს მარკერით ესეთი მონიშნული და აი რას გაუზიარებდი ამით ახალგაზრდებს, რომლებთვისაც შენ ხარ ახლა მისაბაძი ადამიანი, ინსპირაციაც და ასე შემდეგ. მადლობა. ალბათ გავიმეორებდი აუცილებლად რაც თქვი და რამე ჩემი ცხოვრება შეცვალა. ეს იყო აუცილებლად ყველა გენიოსები ვართ გახსოვდეს. უბრალოდ ძალიან ბევრი ვიშრომოთ იმის ტალანტი აღმოაჩინა. აჰა. აბსოლუტურად ყველას გვაქვს ტალანტი, რაღაცისთვის ვართ არ დამფორტვან მოსვლა. ხო. და როცა ეს მიზანი ექნება ადამიანს, უკვე ის შრომაც ისეთი მტკივნეული აღარ არის, ის დისციპლინაც, რომელიც საჭირო არის რაღაც დიდ მიზნამდე. შევცვალოთ დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც კონტროლი რაზეც არ გვაქვს. იმაზე დარდში დავხარჯავთ ენერგიას, დროს და ჯანმრთელობას. ჯანმრთელობის ფაზად არაფერი არ გავაკეთოთ. ჯანმრთელობა პრიორიტეტი იყოს, იმიტომ რომ იყო ჩემ ცხოვრებაში რაღაც ეტაპი განსაკუთრებით სტუდენტობის პერიოდში და მე არ ვიყავი ესე გამოცდილი ამ ხალხით. როცა რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო და ხშირად ვამბობდი ხოლმე, აი ყველაფერს მივცემდი აბსოლუტურად. ყველა რაც მოხდა გაკეთებულ ცხოვრებაში, უბრალოდ ჯანმრთელობა მომცა და ახლა უკვე სწორად დავგეგმავდი, სწორად გავაკეთებდი ფასს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფანანდურია ვიცი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობას როცა ვკარგავ, შემდეგ ვერაფერს ვერ გავაკეთებ. მე უნდა რომ ნამდვილად და გჯეროდეთ საკუთარი თავის. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ დაიჯერებთ საკუთარი თავის. შეიძლება იყვნენ ადამიანები დაქცნებენ, თავიდან სიცილით დაიწყებენ, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა მოხდება აღიარება. და თუ თქვენ თავებში ეძებთ მიზეზს, რატომ არ ხართ საკმარისად კარგი. ყოველთვის იყო. მაგრამ თუ ეძებთ მიზეზს, რატომ ხართ საკმარისად კარგი, ყოველთვის ამასაც იგებთ. ამიტომ ჩვენი მიდგომა არის ფოკუსი, ჩვენ ფიქრები ძალიან სამწუხაროდ საბედნიეროდ განსაზღვრავენ ჩვენს მომავალ მოქმედებებსაც და ის აუცილებლად გვახსოვდეს ფოკუსებით რაღაც ძლიერ მხარეებზე და ერთადერთი რომ განავითაროთ ეს და შემდეგ ამ სკილებით, ამ უნარებით მაქსიმალურად ერთადერთი რომ სხვებს დაეხმაროთ და სხვების ცხოვრებაში იყოთ ცვლილების აგენტები. ძალიან დიდი მადლობა ანა აი ამ გულწრფელი საუბრისთვის, რაც მე მინდოდა აი ამ გამოცდების გაზიარებისთვის, რომელშიც იმდენი რაღაც მარცვალია, რომელიც შეუძლია წაიღოს ჩემმა მაყურებელმა. რომ აი არ ვიცი და ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს. ბევრ ჯილდოს და მე სულ მზად ვარ რომ მოვიდე შენთან და ახალი რაღაც მიღწევები გავუზიარო ჩემს მაყურებელს. მადლობა რომ ჩამოჯექით და ერთი თხოვნა აუცილებლად მაქვს რომ გამოგვიწერეთ YouTube-ზე, subscribe არის და დავაჭიროთ. წარმატებები გვანცა და მადლობა თქვენ. მადლობა.